უნიკალური ჭურჭელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ეროვნული მუზეუმი ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას მასპინძლობს აღმოსავლური კულტურის მოყვარულებს. დღეიდან ჩინური კულტურის უნიკალური ექსპონატების გაცნობა შეუძლიათ. სპეციალურად ახალი ექსპოზიციისთვის ნივთები უცხოელი ექსპერტების დახმარებით დაამუშავეს. კიდეც მარიკა შალიკაშვილი საგამოფენო სივრციდან. აღმოსავლური კოლექციების გამოფენას, რომელიც ეროვნული მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეშია განთავსებული, ჩინეთის უძველესი კულტურის ამსახველი ექსპონატები შეემატა. ფერწერა აბრეშუმზე მე-16 საუკუნით თარიღდება და ცნობილ მხატვარს ჯან მუს ეკუთვნის. კილოს, რომლის ფონზეც წლების წინ ჩინეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა ოჯახმა ფოტო გადაიღო, საინტერესო ისტორია აქვს. ეს არის გადმოცემული ოჯახიდან, რომელმაც პირველად საქართველოში შემოიტანა ჩაის კულტურა და საარქივო მასალაში ჩვენ გვაქვს საინტერესო ფოტოები. ჩინეთი ოდითგანვე ცნობილია ფაიფურით. ექსპოზიციაზეც საპატიო ადგილი დაუთმეს მე-14 და მე-15 საუკუნეებით დათარიღებულ ლარნაკებს არდებილის მეჩეთიდან, რომლებსაც შაჰ-აბასის დამღები აქვს დატანებული. ეს კი ბრინჯის ქაღალდზე შესრულებული მინიატიურები და სპილოს ძვლისა და ნეფრიტის მცირე პლასტიკაა. საექსპოზიციო სივრცეში გამოფენამდე ექსპონატები ციფრულ ფორმატზე გადაიტანეს. უმეტესობა იყო საცავებში, აი ცოტა ხნის წინ ჩვენ ჩავატარეთ მათი ასე ვთქვათ პირველადი დამუშავება, გავაცანით საზოგადოებას და ახლა გადადის ახალ ეტაპზე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეიდან თანამშრომლობას იწყებს ჩინეთის სასახლის მუზეუმთან, რომელიც 980 შენობას აერთიანებს და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მუზეუმი აკრძალული ქალაქის სახელითაა ცნობილი. მემორანდუმის ხელმოსაწერად თბილისში მუზეუმის დირექტორი შან ჯიხიანგი ჩამოვიდა. საქართველოს დიდი და საინტერესო ისტორიის მქონე ქვეყანაა და მოხარული ვარ, რომ თქვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას ვიწყებთ. ჩვენს ქვეყნებს აბრეშუმის გზა აერთიანებს და მომავალში მინდა კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ექსპოზიცია ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში უკვე ღიაა დამთვალიერებლისთვის.